მოგესალმებით ყველას. თქვენ იმყოფებით არხზე ისწავლე ყველაფერი კომპიუტერზე. დღევანდელი ვიდეო გაკვეთილით მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ შეგვიძლია ერთი ძალიან კარგი და საკმაოდ პატარა პროგრამის დახმარებით აბსოლუტურად ნებისმიერი ვებსაიტიდან სასურველი ვიდეოს გადმოწერა. პირველ რიგში მე მინდათ გაჩვენოთ თუ რომელ პროგრამაზეა საუბარი, მეგობრებო, ეს არის Qt Downloader-ი, რომელიც არის თავისუფალი კოდის მქონე და მას გააჩნია GitHub-ზე გვერდი. ერთი წამით. აი ამ პროგრამაზე მაქვს საუბარი. ჩემი ვიდეოს აღწერაში იქნება მითითებული ლინკი როგორც GitHub-იდან, ასევე ჩემი პირადი ღრუბლიდანაც. ეს სისტემა ამ მომენტისათვის ყენდება, მეგობრებო, Windows-ზე და macOS სისტემაზე სრულიად უპრობლემოდ. macOS სისტემაზე როგორც Intel-ის ჩიპებზე, ასევე უშუალოდ Apple-ის ჩიპებზეც. ამ პროგრამის გადმოწერის შემდგომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი სასურველი საიტიდან, სადაც ვიდეო ჰოსტინგი ან უბრალოდ ვიდეოები არის შენახული, სრულიად თავისუფლად გადმოწეროთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი ვიდეო. ტესტისათვის მე ვიდეოს გადმოვწერ My Videos გვერდიდან, ვინაიდან და რადგანაც YouTube-დან გადმოწერის შემთხვევაში შეიძლება ვიდეოს მოხდეს სტრაიკი და დაიბლოკოს ან საერთოდ წაიშალოს. მოდით დავიწყოთ უშუალოდ პროგრამის დაყენება. აი ეს უკვე საინსტალაციო პაკეტი. ამოვაარქივოთ ყველა კომპონენტი, რაც მასში არის მოთავსებული. და დავიწყოთ დაყენება ადმინისტრატორის სახელით. ამის შემდგომ ვაწვევით Next და Install. ველოდებით რამოდენიმე წამი. ესეც ასე. ამის შემდგომ შეგვიძლია გავხსნათ პროგრამა და პროგრამის გახსნის შემდგომ ვხედავთ აი ესეთ გრაფას. ეხლა მე შევალ ისევ ჩემს ბრაუზერში, გადავალ My Videos-ზე და დავაკოპირებ ნებისმიერ ვიდეოს. აი თუნდაც პირველივე შემოხვედრე ვიდეო, დავაკოპიროთ ვიდეოს ლინკი და ჩავსვათ ის პირდაპირ ამ პროგრამაში. პროგრამაში ჩასმის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ხარისხი და ასევე იმ საიტებიდან, სადაც აუდიო ფაილების არჩევის საშუალებაც არის, იგივე YouTube-ზე შეგვიძლია აუდიო ხარისხიც ავირჩიოთ. ამ შემთხვევაში აუდიო ხარისხს ვერ ვირჩევთ, მეგობრებო. ვაწვევით download ხილაკს და ველოდებით რამოდენიმე წამი. თუ გადმოწერა თავიდან ბოლომდე და ზოგადად იმ ფაილის გადმოწერა რა ზომისა და წონის ფაილსაც იწერთ, თავიდან ბოლომდე დამოკიდებულია თქვენი ინტერნეტის სისწრაფეზე. ამის შემდგომ ვაწვევით click to open და იხსნება ესეთი ფოლდერი, სადაც ჩვენ ვხედავთ ჩემს მიერ გადმოწერილ ვიდეოს. აი ესე ძალიან მარტივად ჩვენ შეგვიძლია აი ამ პატარა პროგრამის დახმარებით, რომელიც როგორც უკვე აღნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის ღია კოდის მქონე და ყველა კომპონენტი, რაც კოდთან არის დაკავშირებული, ატვირთულია GitHub-ზე. ამ პროგრამის დახმარებით ნებისმიერი ჩვენთვის სასურველი საიტიდან ვიდეოს გადმოწერა. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ რომელიმე თქვენთანგანს გიქნებათ რაიმე სახის შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ეს შეკითხვები კომენტარებში ან მომწეროთ ჩემი ელექტრონული პოსტის გამოყენებითაც, რომელიც მითითებულია აბსოლუტურად ყველა ვიდეოს აღწერაში. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.